კვარაცხელიას შემთხვევაში ტექნიკურად გასაკვირი არაფერია. ჩვენ მას აქ გადმოსვლამდეც კარგად ვიცნობდით. ის მსოფლიოს ფეხბურთის სცენაზე ძალიან ცნობადია. რამაც გამაუცა ეს არის მისი უნარი მოერგოს გუნდის დაცვით მუშაობას. პირველია ვინც პრესინგს თამაშობს, როცა ბურთი არ გვაქვს და უკან ბრუნდება. დანარჩენი კი მანამდეც ვიცოდით. საფრანგეთის ჩემპიონატის 27 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა. უხოლიანი დერბი პარის სენ-ჟერმენის გამარჯვებით 1-6 დამთავრდა. აღსანიშნავი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრაში შედეგიანი მოქმედება ორივე ქართველს ჰქონდა. დავითაშვილმა მე-9 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი გუნდი წინ გაიყვანა. ხვიჩამ კი მეორე ტაიმში, მაშინ როდესაც ანგარიში 1-1 იყო, მორიგის შესანიშნავი გოლით მისი გუნდი დააწინაურა. დავითაშვილმა მოედანი 63 წუთზე დატოვა. 1 წუთის შემდეგ კი კვარაცხელიამ, რომელმაც მანამდე ფეხში მკივნეული დარტყმა მიიღო. როგორც ცნობილია, მისი დაზიანება მძიმე არ არის. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები.